აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჰააგაში საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აკადემიური საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე აუდიტორიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, რუსული ოკუპაციისა და ანექსიის მცდელობის პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიდერლანდებში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წარმომადგენლებმა ამსტერდამში საკვირაო სკოლა სიხარული მოინახულეს, სადაც ქართველი ემიგრანტები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები სწავლობენ. ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობასა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციას გაესვა ხაზი. სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთის თემაზე წიგნები, ქართული ლიტერატურა და სპეციფიკური გზამკვლევები გადასცეს. ქალაქ ამესფორში კი ანსამბლ საქართველოსა და დიდგორის ერთობლივ კონცერტსაც დაესწრნენ, რომელშიც ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში რუსლან აბაშიძე და გიორგი გაბედავა ამსტერდამის ჯვართამაღლების ქართულ ეკლესიაში საკვირაო წირვასაც დაესწრნენ. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ქალაქ სენაკში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი გაბედავა მინისტრის აპარატის პროგრამა, სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, დობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება გააცნო. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში სენაკში ჩართულობის ცენტრის გახსნა იგეგმება, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ექნებათ მონაწილეობის შესაძლებლობა. პროექტში 70-მდე დევნილი იქნება ჩართული. დავაინიცირეთ პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან და რომელიც სხვადასხვა ლოკაციებზე იყო გამართული. წელს პირველი ლოკაცია ეს იქნება სენაკი. კერძოდ უახლოეს თვეებში ჩვენ გავხსნით სამოქალაქო ჩართულობის ცენტრებს, სადაც ჩვენს დევნილ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ აიმაღონ ცნობიერება, შეისწავლონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. ეს შეიძლება იყოს გუნდურობა, ლიდერობა, მოთხოვნადი პროფესიები. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი შეისწავლიან პროექტების წერას, რეჟიმის შედგენას, რაც მნიშვნელოვანია შემდგომში მათი განვითარების კუთხით. ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, ასევე შეხვდით მოსწავლე ახალგაზრდებს. ბატონმა გიორგი გაბედავა მას წარმოუდგინა ინიციატივა, რომელშიც სურვილი გვაქვს, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს, დევნილმა მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა და ჩაერთონ ამ ძირითად პროექტში. სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის თანამშრომლობს აფხაზეთის მთავრობასთან ერთად და დაეხმაროს მოსწავლეებს ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი ახალგაზრდებისათვის, რათა შემდგომ მათ მიაღწიონ თავიანთ ჩანაფიქრს და საუკეთესო მაჩვენებელი დადონ სხვადასხვა მიმართულებით, განვითარდნენ ყველა მიმართულებით, როგორც სამოქალაქო, სოციალური ურთიერთობა, კომუნიკაცია და უფრო გახსნილები რო იყვნენ და მადლობა ამისთვის პროექტის ხელმძღვანელებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამინისტროს პროგრამებში ჩართულ ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვთა საჭიროებები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო სამინისტროში მოქმედ მიმდინარე წლის პროგრამებს. შეხვედრის ფარგლებში ლევან ჩაკვეტაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ბავშვებს სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა. წლევანდელი დევიზია ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები. ხელშუენთან იყვნენ ეს ულამაზესი ბავშვები, რომლებიც არიან ჩვენი პროგრამის ბენეფიციარები. მინისტრი უშუალოდ შეხვდა მათ ოჯახის წევრებს, გაეცნო იმ პრობლემებს და საჭიროებებს, რომელიც ამ ოჯახების წინაშე დგას. მადლობა მინდა გადაუხადო მხარდამჭერ ორგანიზაციებს, რომლებმაც გაგვილავაძეს დღევანდელი დღე. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის მოსწავლეთა ფერწერული და მოზაიკური ნამუშევრები. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რადგანაც თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის ბენეფიციარების ნამუშევრები ვიხილეთ დღეს, რაც შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური არის, რადგანაც სათითაოდ და სათუთად არის მოზაიკაზე ნამუშევარი და ძალიან დიდი ემოცია მოდის ყოველი ნამუშევრისგან. ყველა ნამუშევარი გაიყიდა და შესაბამისად ხვალ და ზეგ დაემატება ახალი ნამუშევრები და გამოფენა გაგრძელდება კიდევ 2 დღე.
თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი არის ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ბავშვებისთვის, სადაც ბავშვები და უფროსი პირები ეუფლებიან მოზაიკის ხელოვნებას. ქმნიან ამ ნამუშევრებს, რასაც დღეს თქვენ აქ ხედავთ, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ძალიან გვიჭერს მხარს ჩვენ, პირველი პროექტი არ არის ჩვენ, რაც ერთობლივად განვახორციელებთ. აქტიურად ვარ ჩართული, ნიკოლოზი აქტიურად არის ჩართული, აი ყველაფერში ეს მოზაიკა, ხატვა, ხონის თეატრია, ძალიან არის ჩართული. მნიშვნელოვანია, რომ ინტეგრაცია ამ ბავშვების საზოგადოებაში, ასე რომ გამოვიდნენ, ურთიერთობები ქონდეს, ძალიან დიდი როლს თამაშობს. პარაგრაფ თბილისში ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიანტის სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვეს. სტიპენდიანტებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში განსაკუთრებული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობის სპორტსმენებს. საკონკურსო კომისიამ 3 გამარჯვებული გამოავლინა. სხვა ჯილდოები ჩვენ გამორჩეულ ახალგაზრდა სპორტსმენებს სხვადასხვა დისციპლინაში, როგორც ოლიმპიური, ასევე სხვა დისციპლინებში და დაგიდასტუროთ კიდევ ერთხელ ჩვენი მზაობა, მთავრობის მზაობა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დამეხმაროთ განსაკუთრებულად და გამორჩეულად ახალგაზრდა სპორტსმენებს, რათა ასევე ვიყოთ თანამონაწილეები მათი წარმატების. მიმდინარე წელს პირველი სტიპენდია, რომელიც სპორტის მიმართულებით დაარსდა სამინისტროში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სპორტის მხარდაჭერა და სპორტის მიმართულების გაძლიერება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წელს შეირჩა მხოლოდ და მხოლოდ 3 წარმატებული სპორტსმენი. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენს დევნილ სპორტსმენებს მაქსიმალურად დაუჭიროთ მხარი და მათ კიდევ ერთხელ შეუწყოთ ხელი სხვა ძალიან დიდი წარმატებებისკენ, იმიტომ რომ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება ნამდვილად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა და აფხაზეთის გამარჯვება. მსგავსი სტიპენდიები ვფიქრობ, რომ აუცილებელია სამინისტროს მხრიდან, რათა ახალგაზრდა სპორტსმენებს მეტი мотиваცია მისცენ და ფინანსურადაც დაეხმარონ. 17-ვე სპორტსმენს, რომელიც ნომინირებული იყო ამ სტიპენდიისთვის გამარჯვებაში, უსურვებთ წარმატებებს და იმ 3-ს, რომელმაც გაიმარჯვა ჩემთან ერთად პროფესორ იმათ ულოცავ. ვფიქრობ, რომ თითოეული სპორტსმენისთვის აქ ყოფნა არის პატივი და ყველა მათგან უნდა იცოდოთ, რომ ჩვენ ერთად ვიბრძოლოთ დიდი მიზნისთვის. ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან და ქალები აფხაზეთიდან. ამ სახელწოდების სალონური დისკუსია შეხვედრები გაიმართა ზუგდიდში, რომელიც ასოციაცია იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრები ქალაქ ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში ჩატარდა და მასში მონაწილეობა არაერთმა აფხაზეთელმა ქალბატონმა და ახალგაზრდამ მიიღო. მოწვეული ყავდა ქალბატონები, რომლებიც რაღაცა თავისი უნიკალური ისტორიით ძალიან გამორჩეულები არიან, რომლებმაც ძალიან წარმატებული გზა გაიარეს მასპინძელ თემთან ერთად. დევნილი ქალი საკმაოდ ტრავმირებული და ტკივილიანი ისტორიით არის გამორჩეული და მათი მოფერება ძალიან მნიშვნელოვანია. ასოციაცია იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ჩვენი სახელწოდებაც მეუთითოს, რომ ჩვენთვის ასოციაციად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარება, მშვიდობის მშენებლობა. მარტი ქალების თვეა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალებს აფხაზეთიდან დევნილებს განსაკუთრებით მასპინძლობა გაუწია ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია იმედმა. ორგანიზაციასთან დევნილ მეწარმე ქალებს ძალიან ბევრი რაღაცა აკავშირებს. მე პირადად ვარ სოხუმიდან დევნილი, წარმოებ ბოსტნეულის ჭირებს, უკატებს, соусებს და შოკოლადს და რამოდენიმე წლიანი ურთიერთობა მაქვს ორგანიზაცია იმედთან. რომელმაც ჩამთო რაღაც სხვა პროგრამებში, მათ შორის მენტორინგის პროგრამა ვიყავით, საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართულები. ასოციაცია იმედი მშვიდობისა და მშვიდობის მშენებლობის თემაზე დისკუსიებს ხშირად მართავს სხვადასხვა ფორმატში. მათი მიზანი რეგიონში აღნიშნული პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაა. ასევე დევნილი ქალების პროფესიული კუთხით წარმოჩენა.
არაერთი პროექტი განგვიხორციელებია, იძულებით გადაადგილებული ქალების მხარდასაჭერად, ჩვენი ძირითადი მიმართულება მათი უფლებების დაცვა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციას ვეწეოდით წლების განმავლობაში, 65 წლის განმავლობაში დევნილთა ჩასახლებებში შეგვყავდა იურისტიც, ფსიქოლოგიც, რეპროდუქტოლოგიც. გარდა ამისა, ჩვენ ვეწევით ადვოკატირებას ძალიან ბევრი პრობლემის და ამაში მხარს გვიჭერს არაერთი დონორი. უამრავი ტრენინგები გავიარეთ იურისტებთანაც საკმაოდ დაგვაკვალიანეს და ამის შედეგად, ამ ყველაფრის შედეგად უფრო აქტიურებით გავხდით იურისტებთან და კვალიანების შედეგად. მოხდა ჩვენი გამოსახლება, სადაც დღეს ბარამიაზე ჩვენი საზღვრებელი ბინები გვაქვს. ღონისძიებები ორგანიზაცია ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით განხორციელდა. 22 მარტი წყლის რესურსების მსოფლიო დღეა. დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 120 მდინარეა, რომელთა საერთო სიგრძე 5000 კილომეტრზე მეტია. მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე რეპროა, რომელიც გაგრის რაიონში მდებარეობს და მისი სიგრძე მხოლოდ 18 მეტრია. ყველაზე მძლავრი მდინარე აფხაზეთში კოდორია, მისი სიგრძე 129 კილომეტრს შეადგენს. აფხაზეთში ჯამში 186 ტბაა, მათ შორისაა ულამაზესი რიწის ტბა, რომელიც ბზიფის აუზში მდებარეობს, ზღვის დონიდან 884 მეტრის სიმაღლეზე. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის აქტივობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და უკრაინაში სრულიად უკანონო უწოდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოხატო ნატოს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის როლ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატოს მისიებსა და ოპერაციებში. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ორგანიზებული არჩევნების ჩატარება სრულად უკანონოა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ნათლად არც თავისუფალი იყო და არც გამჭვირვალე. რუსეთი იმპერიულ ამბიციებს მისდევს და უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია რთულია. ასე რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ მხარდაჭერა. ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამხედრო დახმარების 99%-ს. ჩვენი პარტნიორებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთსა და აჭარაში ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო საჭიროებებზე, ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირებასა და გადაწყვეტილების მომზადების პროცესში ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრების აქტიური ჩართულობა მისასალმებელი იქნება.
საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს პროფესიული დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მიულოცეს. ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომებში დაღუპული ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები. აფხაზეთის ომში 19 ჟურნალისტი დაიღუპა. 2008 წლის აგვისტოს ომში 3. შეხვედრას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და ომში დაღუპული ჟურნალისტების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მინდა უდიდესი მადლიერება გამოუხატო და თანაგრძნობა გამოუხატო ყველა იმ ადამიანს და იმ ოჯახს, ვისი ოჯახის წევრებიც თავის პროფესიონალური სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეეწირნენ. ეს იყვნენ ჩვენი ჟურნალისტები, როგორც 90-იან წლებში, ასევე 2008 წელს. და პლუს ამას ჩვენთან ერთად დღეს ესწრებიან სტუდენტები, ჩვენი ვეტერანების ოჯახის წევრები, რომლებიც არიან ღირსეული ცვლა შემდგომ ამ პროფესიული მოქმედებების განვითარებით. ჩვენ აფხაზეთის ომის, ასე ვთქვათ, ვეტერანები დაწყებული პირველი დღიდან დამთავრებამდე სანამ დამთავრდა პრინციპში სანამ სოხუმი დაეცა, რა თქმა უნდა, ვიყავით აფხაზეთში და ძალიან რთულია ახლა იმის მოყოლა რა იყო, როგორ იყო, საერთოდ არ გავსულვარ ქალაქიდან, სტუდიიდან დაწყებული გარეთ სანგრებშიც ბევრჯერ ყოფილი ვართ. პრინციპში დილით რო გავიდოდით გადაღებაზე, ერთმანეთს ასე ვთქვათ, ვემშვიდობებოდით, იმიტომ რომ არავის არ ქონდა იმის გარანტია, რომ საღამოს ცოცხალი დავბრუნდებოდით. ნუ ყოველ შემთხვევაში გადაღებიდან. შეხვედრაზე ომში გადაღებული მასალების ვიდეო ჩვენება გაიმართა. ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. თოფის ხმის მეშინოდა ბავშვობიდან, მაგრამ რაღაც არის ადამიანში ალბათ შიშზე უფრო დიდი, რაც გაძლიერებს და რაც იმ ადამიანურ გრძნობებს შენში კლავს და ამარცხებს და ასეც გამოვიდა. იქ უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა დამჭირდა საკუთარ თავთან. პირველ რიგში ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან საინტერესო იყო და უფრო წარმოვიდგინე რა გამოიარეს მათ და ჩემთვის ეს თუნდაც ჩემ კარიერაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს და საქმიანობას მათ სახელზეც გავაგრძელებ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, რომელზეც დაყრდნობითაც აცხადებს, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ქაცარავა აღნიშნავს, რომ ვიდეო მასალა მას ოკუპირებული ტერიტორიიდან მიაწოდეს და მასში ასახულია თუ როგორ მუშაობს ოჩამჩირის ტერიტორიაზე რუსი მუშახელი პორტის ასაშენებლად. Facebook გვერდი უსაფრთხოების ჰაბი თემასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს და თან ფოტო მასალას ურთავს. 2022 წლისა და 2023 წლის სურათების შედარებით ირკვევა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში პორტის ტერიტორიაზე მხოლოდ 3 მცირე ზომის შენობა აშენდა და ძირეული ცვლილებები არ შეინიშნება. ოჩამჩირეში სამხედრო პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ხმები ეტაპობრივად ვრცელდება. მისი აშენების სურვილს არც დე-ფაქტო მთავრობა და არც რუსეთის ხელისუფლება მალავს, თუმცა პროცესი 2009 წლის შემდეგ არ დაძრულა. ფაქტ-შეფასებები მოყვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია და ოკუპაციის დასრულებასთან ერთად აღნიშნული საკითხები აღარ იარსებებს. პოზიცია და ოპოზიცია თან ხვდება, რომ თუ რუსეთი პორტის მშენებლობას დაიწყებს, ის ამ ქმედებით მიზან მიმართულ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ქვეყანასა და რეგიონს, არამედ მთელ ცივილურ სამყაროს. უპირველეს ყოვლისა ეს საფრთხე განპირობებული არის ოკუპაციით. ეს ბაზა არის დამატებითი ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თავარი პრობლემა აქ არის არა ბაზაში თუ სხვა აღჭურვილობაში, არამედ თავარი პრობლემა არის ოკუპაციაში და მისი დასრულება არის უპირველესი ამოცანა. ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს საფრთხების დასრულება. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს და უქმნის ქვეყანას უსაფრთხოების პრობლემებს, რა თქმა უნდა, არის დაგმობილი ჩვენი მხრიდან, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველანაირად ვდგავთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები ავირიდოთ თავიდან, ასეთი პირდაპირი შემხებლობა ქართულ მხარეს ამ ბაზების გახსნასთან ვერ ექნება, ამ ტერიტორიების ოკუპაციის გამო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომ მოვახდინოთ ამ პრობლემების პირველ რიგში პრევენცია. ეს საკითხი ადასტურებს
იმას თუ ვის აქვს სურვილი, რომ საბრძოლო მოქმედებები გადმოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის რუსეთი, იმიტომ რომ ოჩამჩირეში ამ ტიპის მოქმედებებით ის აყენებს უზარმაზარი რისკის წინაშე ოჩამჩირეს და შესაბამისად საქართველოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იყოს გადმოტანილი ბრძოლის ხაზი და ეს არის რუსეთის მორიგი მზაკრობა საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენება სამხედრო ექსპანსიისთვის რა თქმა უნდა არღვევს ყველა პრინციპს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას, კეთილდღეობას, განვითარებას, რეგიონის უსაფრთხოებას. რუსეთის ხელისუფლებისა და მედიის მხრიდან ხშირია საუბარი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე. მსგავსი ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ დე-ფაქტო აფხაზეთის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტოებზეც გამოჩნდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია რკინიგზის გახსნას და მიმოსვლის აღდგენას, თუმცა მხოლოდ ქვეყნის გაერთიანების შემდეგ. მსგავსის დადასტურება არის შეუძლებელი, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ რკინიგზას გაიხსნას, მიმოსვლაც იყოს, ოღონდ ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. ჯერ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს არის მთავარი სირთულე. ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული ინტერესების დაცვის, ეკონომიკური წინსვლის, ევროინტეგრაციაზე სრულნვის და აი ამ ევროპული ოჯახის წევრობის ყვალდაკვალ ამ ყველაფერზე ერთად ზრუნვა რთული და ამას ებრძვიან. და ამის შემდეგ ჩვენ რკინიგზა კი არა, ჩვენი მოქალაქეები უნდა შევარიგოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა შევრიგდეთ, კი არ უნდა ვიბრძოლოთ და ომით, მოწოდებებით კი არ უნდა შევიდეთ და რაღაცები ვაკეთოთ. ამ ჭრილობას მეორე ჩვენი ქვეყანა, ვერც აფხაზები, ვერც რუსები და ვერც ქართველები ვეღარ გადავიტანთ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის უპირველესი, რაც არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მათ შორის საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთი არის ოკუპანტი და რა თქმა უნდა, სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი და მათ შორის ბაზების, სამხედროების გაყვანა არ მოხდება, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელმაც შეიძლება თქვათ რუსეთი გააძლიეროს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის რეალურად საფრთხის შემცველი. ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. დე-ფაქტო მთავრობამ სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე სამუშაო თათბირი ჩაატარა. ჯგუფს ეგრეთ წოდებული ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა ხელმძღვანელობდა. შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა ძველი შენობა ნაგებობების ასაღებად და ტერიტორიის გასაწმენდად. ბადრა გუნბამ შეამოწმა ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოებისა და აეროპორტისაკენ მიმავალი საავტომობილო გზის შეკეთების მდგომარეობა. ქართველი ექსპერტ ანალიტიკოსების შეფასებით მოსახლეობას იცრუეშია, რადგან ისინი თვლიან, რომ აეროპორტი მოქალაქეების გადაყვანისთვის იქნება გამოყენებული, თუმცა რეალურად ის რუსეთისთვის სამხედრო პუნქტის ფუნქციას შეასრულებს. უნდა აღინიშნოს ის, რომ აეროპორტის ასე ვთქვათ აღდგენას ახორციელებს რუსეთის უშიშროების მდივნის ვაჟიშვილი, რაშიდ ნურგალიევის შვილი. რამოდენიმე დღის წინ მას შეხვდა ასლან ჟანია და სავარაუდოდ საუბრები მიმდინარეობდა აეროპორტის აღდგენაზე. რა შეეხება თავად აეროპორტს, ის გარდა სამოქალაქო მიზნებისა შეიძლება გამოყენებული იყოს აი ამ სამხედრო მიზნებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს საფრენი ბილიკის გაფართოება. სოხუმის აეროპორტის აღდგენა იმ შეფუთვით, რასაც ჩვენ გვთავაზობს როგორც საოკუპაციო რეჟიმი, ასევე რუსეთი, თითქოს ეს გაზდის ტურისტულ ნაკადს და სხვა ასე ვთქვათ სამოქალაქო დანიშნულების ფრენებს. ეს აბსურდია ამ აეროპორტის და ამ გამოყენება, მით უმეტეს უკრაინის მოვლენებს თუ განვიხილავთ, რუსეთს აუცილებლად ჭირდება ეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით. მით უმეტეს დღეისათვის სოხუმის აეროპორტი ოფიციალურად არის სამხედრო და სამთავრობო დანიშნულების ერთიანი ბაზირების მატარებელი და არა სამოქალაქო დანიშნულების. აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იგი საქართველოს ტერიტორიაა. თუ უკრაინა დაბომბავს რუსეთის სამხედრო ბაზას აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაშინ გამოდის, რომ იგი ბომბავს საქართველოს ტერიტორიას და საქართველოს მთავრობამ უკვე ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. ანუ აქ რუსეთი იმასაც ცდილობს, რომ საქართველოს მაინც ჩაითრიოს ამ ომში.
ოკუპირებულ აფხაზეთში წყლის ფრინველების მასიურად დახოცვის ფაქტი დაფიქსირდა. სოხუმისა და სხვა ქალაქების სანაპიროებზე მიმოფანტული მკვდარი წყლის ფრინველების ფოტო-ვიდეო მასალას ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს. თუმცა გარემოს დაცვითი და ვეტერინარული დე-ფაქტო სამსახურები მიიჩნევენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან ოფიციალურ თბილისშიც, როგორც გარემოს დაცვის ქართველი სპეციალისტები აღნიშნავენ, აფხაზეთში საჭირო ლაბორატორიების არარსებობის გამო ცალსახად ვერ ასახელებენ ფრინველების დაღუპვის მიზეზს და მხოლოდ რუსი ეკოლოგების ინფორმაციით ხელმძღვანელობენ. ჩვენ პირველი ინფორმაცია 4 მარტს მივიღეთ. გამოგვიგზავნეს კოლეგებმა იქიდან ვიდეოები, სადაც მთელი სანაპირო ფრინველებით იყო გარდაცვლილი ფრინველებით ავსებული. შევისწავლეთ და გამოირკვა, რომ თვითონ სპეციალისტი იყო ძალიან შეშფოთებული, რომ ლაბორატორია არ აქვს არც ჩვენ სოჭეში და არც სოხუმშია და ამიტომ ეს შესწავლის საგანია თუ რასთან გვაქვს საქმე. გარკვეული დროის მერე როგორც გამოირკვა, კრასნოდარში ჩატარდა ანალიზი, არის ვირუსი არის სხვათა შორის საშიში, რადგან დაფიქსირდა ფაქტი იმისიც, რომ ძაღლმა შეჭამა და ძაღლი გარდაიცვალა. ადამიანისთვისაც საშიშია და თვითონ პროცედურა როგორც წარიმართება, ალბათ ეს დამოკიდებული იქნება ერთობლივად, როგორ შევჯერდებით თუ შესაძლებელი იქნება ამ თემაზე მუშაობა. გარდა ფრინველებისა, სოხუმსა და ოჩამჩირის სანაპიროებზე ამ ბოლო დღეებში მკვდარი თევზებისა და დელფინების სიკვდილიანობის შემთხვევებით შეიმჩნევა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იქ არსებული არაჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. როგორც ჩვენი კოლეგები, იქაურები ამტკიცებენ, ეს არის, რა თქმა უნდა, თევზის ჭერასთან დაკავშირებით და სეინერების ბადეებთან დაკავშირებით ჩვენი სპეციალისტებისთვის ძალიან საეჭვოა, შეუძლებელია 5-6 დელფინიც კი იყოს ამის მიზეზი. სავარაუდოდ საქართველოში ამ დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების მერე გავარკვიეთ, რომ ვთვლით, რომ ეს არის მაინც ვირუსი, რომელიც გამოწვეულია ზღვის დაბინძურებიდან გამომდინარე და თვითონ აფხაზურ პრესაშიც საუბრობენ იმაზე, რომ ეს მარტო ამ აკვატორიას არ შეიცავს და საჭიროა განგაშის ატეხვა, რომ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ ამისთვის. ქართველი გარემოს დამცველების აზრით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკოლოგიური საფრთხე მართლაც არსებობს, რისი გამოსწორებაც მხოლოდ აფხაზ კოლეგებთან კოორდინირებული მოქმედებითაა შესაძლებელი.